საღამომშვიდობისა მეგობრებო. მოგესალმებით, იმედია კარგად ხართ. დღეს 1 თებერვალია და ჩვენთან ძალიან მნიშვნელოვანი დრო დაიწყო, ნიშნავს რომ ბაღის სამუშაოები იწყება, უბრალოდ გრძელდება და ეს ტოტები არის ხეების გასხლის შედეგად მოჭრილი ტოტები. ნაწილობრივად უკვე მოგვიწია გასხლა, უკვე დაიწყო ეს პერიოდი და ნიშნავს რომ ჩვენი ფიზიკური აქტივობა ძლიერდება. ვლაპარაკობ ჩემზე და ჩემს მეუღლეზე და ბაღიც არის იმ თემასთან დაკავშირებული, რომელზეც მე მინდა საუბრის გაგრძელება, უკვე ერთი ვიდეო უკვე გვაქვს ამაზე, ეს არის პასუხისმგებლობა. მე ვფიქრობ, რომ იმაზე თუ როგორ უვლით ჩვენს მცენარეებს, ვიღებთ პასუხისმგებლობას ასევე ჩვენს ცხოვრებაზე, რადგან მოვლილი ბაღი ნიშნავს საუბრობს ბევრ რამეზე, აი თუ რა დამოკიდებულება გვაქვს ამ ჩვენს გარშემო არსებული სამყაროს მიმართ. და ასევე დასაკვირველია, შინაური ცხოველები თუ გვყავს, თუ რა პასუხისმგებლობას ვიღებთ მათზე. ჩემთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელია, რომ ლუსი რაღაც მოგზაურობის ან რაღაცის გამო გავწირო და პირველ რიგში ჩვენ თუ გადავწყვეტ, თქვათ, რამდენიმე კვირით სადმე წასვლას, უნდა იყოს გარკვეული თუ არის მისთვის ძალიან საიმედო და ყავს ასეთი ძალიან მისაღები და სიტუაცია შესაძლებელი, სადაც ის თავს კარგად იგრძნობს. და ამას ვაკეთებთ, იმიტომ ის არის როგორც ჩვენი ოჯახის წევრი და მას ვითვალისწინებთ. სხვათა შორის ძალიან საინტერესო რამ მინდა ლუსიზე გიამბოთ. ლუსი არ არის ჩვენი ფისო ლუსი. არ არის ის ფისო, რომ მოგცეს უფლება, რომ მას მოეფერო, როცა შენ გინდა, ან ჩახუტების უფლება მოგცეს, არა, ძალიან დისტანციურია, ძალიან ინტროვერტია. და როცა სტუმარი მოდის, იცის ხანდახან სითბოს გამოჩენა, ყურადღებას გამოიჩენს, მისცემს თავდაპირველად თავზე ხელის გადასმის უფლებას. და ეხლა სანამ ეს სტუმარს გავაფრთხილებთ, ეხლა წინასწარ რა საჭიროა გაფრთხილება, შეიძლება მეტი სიახლოვე თვითონ სტუმარმა არ გამოიჩინოს. და ერთხელ მოხდა ესეთი შემთხვევა, რომ ერთმა ახლობელმა სტუმრობისას მოიყვანა ერთი ძალიან სასიამოვნო ქალი, უკრაინელი ლტოლვილი არის აქ. და მას ყოლია 2 ფისო სახლში და ძალიან უყვარს ფისოები და მოკლედ ლუსი რო დაინახა, დიდი ქათინაურებით ხელი ესე რომ იციან ხოლმე გაწოდება, რომ შენ ფისო უნდა მოვიდეს და დაყნოსავს და გადაწყვეტს დაგიმეგობრდება თუ არა. ესე გაუწოდა, ლუსი მათ ძალიან დიდი ინტერესი გამოეჩინა და გადაასმევინა თავზე ხელი და ეხლა გავიდა რაღაცა 5 წუთი და ამან კიდე გადაუსვა თავზე ხელი და აქ ლუსი მაშინმე ფრთხილად, მაგრამ წაკბინა, ეს კვილი გაქრა. ისე რომ მსუბუქად აკეთებს, არ დაგაზიანებს რამე ჭრილობას არ შეგიქმნის, მაგრამ მან მიხვდა და თქვა, მითხრა მაშინმე, რომ ნახეო, ანამ პრედუპრეცილა. გამაფრთხილაო, რომ ესე იგი მეტი აღარ უნდა გავაკეთო. ესე იგი, აი ლუსის იცავს თავის ზღვრებს და მე მის ზღვრებს არასდროს გადავდივარ. და ესეც არის, ვფიქრობ, რომ ჩემი პასუხისმგებლობა, რომ გავითვალისწინო მისი ზღვრები. ეხლა რის გამოც მინდა რომ ეს თემა რა ამბავიც მინდა მოგიყვეთ, 15 წლის წინ ვდგავარ ჩემი სემინარის ჯგუფის წინ. მივესალმე, მოკლედ მოვიკითხე და ვარ მომზადებული, არის ძალიან
სერიოზული თემა და მე იმ დროში ეს თემა ჯგუფთან ერთად უნდა ასე გავშალო. და ეს ჯგუფი ჩავაბადა. მოგეხსენებათ, ეს არ არის იოლი ამოცანა, ამიტომ თავში მიტრიალებს უკვე ჩემი გეგმა და აი რომ მიტყვიან ის არივით მოჭმული რომ ხარ, ისე რომ ხარ ფოკუსირებული, რომ აი პირველი სიტყვა უნდა წარმოთქვა, ამ დროს მეორე რიგში მჯდომი ქალბატონის ახალგაზრდა ქალისაგან წამოვიდა მოულოდნელად ასეთი კითხვა. და ეს კითხვა იყო შემდეგი. მკაცრავად უნდა ეს გამორთო. ფრაუშევსკი ესე მომართავდნენ. რა გაქვთ თქვენ, რაც მე არ მაქვს და რატომ დგეხართ თქვენ მან და მე ვზივარ აქ. ეს კარგი ხანია, როგორც გითხარით, მაშინ ვიყავი უფრო ახალგაზრდა, უფრო დინამიური და ეხლა აქ გერმანულ სემინარზე და მე აქ შევისწავლე ეს ყველაფერი და იცით, არ ხდება კითხვების ესე დასმა. თუ მე ვარ სემინარის ხელმძღვანელი, სემინარის მონაწილეები პატივსცემენ ამ ჩემს, ასე ვთქვათ, როლს და მისალმების შემდეგ თუ რამე კითხვა აქვთ, არის ესეთი ფორმა, რომ შეიძლება რომ კითხვა დაგისვათ. იმიტომ მე ჩემი გეგმა მაქვს და შეიძლება ეს კითხვა ეხლა არ მაწყობს და შეიძლება მე ჩავეკითხო, რომ თუ ეს აუცილებელი არის, შეგიძლიათ ეხლა დასვათ, თუ არა სემინარის ბოლოს. ეს კითხვა არ მოსულა და ეს რაც გითხარით, ეს კითხვა კი პირდაპირ აი რომ მთელი ძალით რომ მოისურვ ჩემი მიმართულებით. და ეს ქალი იყო ძალიან ნასწავლი, რა ვიცი, რაღაც სფეროში დიპლომი ჰქონდა, ყოფილი საბჭოთა კავშირიდან, კერძოდ ცენტრალური რუსეთიდან იყო. ძალიან ლამაზი და ისეთ გარეგნობით, სასიამოვნო პიროვნება და ისეთ ძალიან ცდილობიანი იყო. მე ვფიქრობ და თვითონ ამ კითხვაში იგრძნობოდა მისი ძალიან დიდი გაწმილება საკუთარი სიტუაციით და რასაკვირველია, როგორც კითხვა იყო დასმული, შეიძლება ეხა გარკვეულწილად იყო რაღაც პატარა კომპლიმენტი, რომ გვიდექი, სადაც მას დგომა უნდოდა. მაგრამ აი როგორც იყო ფორმულირებული, ის შეიცავდა გარკვეული შურის ელემენტებსაც და შეიცავდა ასევე იმას, რომ ის რა თქვენზე ნაკლები მე არ ვარ და მე რატო არ ვდგევარ მანდ და რატო არის რომ თქვენ დგეხართ და მე აქ ვსივარ, ხო? დავფიქრდი. იმიტომ რომ იმ მომენტში ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო კითხვა და კიდევ კარგი ვიყავი უკვე მაშინ ძალიან გამოცდილი ჯგუფებთან ურთიერთობაში, მქონდა სერტიფიკატი უკვე უნივერსიტეტში გაკეთებული, ჯგუფის დინამიკას უნდა ცოდნა და ასევე რაც მთავარია ჯგუფში რომ შევდიოდი უკვე პირველი წლის შემდეგ მივხვდი რომ აუცილებელია ენერგეტიკული მუშაობა შენს თავზე და აუცილებელია შენი დაცვა, იმიტომ რომ სრულიად შესაძლებელია რომ ჯგუფში იყოს ადამიანი, რომელსაც თავისი უდიდესი პრობლემები აქვს და რომ ჯგუფი რომ დაიცვა მისგან, შენი თავიც რომ დაიცვა და უბრალოდ შენი თემაც რომ დაიცვა და შენი გეგმა რომ წაიყვანო, აუცილებელია გარდა კარგი მომზადებისა, შინაარსობრივი მომზადების, ეს შინაგანი მის გაძლიერება, მაგრამ აი იმ მომენტში ასევე ენერგეტიკულად მომზადება. აი ამ მომენტში ეს კითხვა ისე მომზადებლად, ისე მოულოდნელად მოვიდა, რომ ჩამოვარდა სიჩუმე, ჯგუფიც გასოსულია და მე უთხარი რომ იცით, მე მგონია რომ კითხვა არ არის სწორედ დასმული, იმიტომ მე არ ვიცი თქვენ რა გააკეთეთ იმისათვის, რომ მანდ სიხართ. მე კი ვიცი, მე რა გავაკეთე იმისათვის, რომ აქ ვდგევარ. და თუ თქვენ გსურთ ამის მოსმენა და რაც თავარია, თუ ჯგუფს უნდა, მთელ ჯგუფს უნდა ამის მოსმენა, მე მოგიყვებით მაშინ ამას ჩემს დაგეგმილ თემას გვერდზე გადავდებ. თუ არა, მაშინ თქვენ უნდა
მობრძანდეთ ჩემთან შესვენებაზე და იქ გაგცემთ პასუხს. და ჯგუფმა ძალიან მოინდომა, რომ მე მომეყოლა რა გავაკეთე იმისათვის, რომ იქ ვიდექი და მოვყევი კიდეც, თქვი, რომ სკოლა დავამთავრე უმაღლეს ნიშნებზე, რომ უნივერსიტეტიც ასევე, რომ მე ასპირანტურაში ვიყავი და ისიც სრულად დავამთავრე მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხით, შემდეგ რომ გერმანიაში სრულიად ახალი სპეციალობა დავიწყე, რადგან ესენი არ ამღიარეს. შემდეგ რომ დასაწყისში დაახლოებით წელიწად ნახევარი ძალიან დაბალ ანაზღაურებაზე სახალხო სკოლაში სემინარებს ვთავაზობდი, რომ აი გავარჯიშებულიყავი და უსაქმოდ არ მჯდარიყავი და ასევე მაინც რაღაც თანხა გამომემუშავებინა. რასაკვირველია, ჩემი პირადი ცხოვრების მომენტები და ასევე სირთულეები თუ რამე იყო ოჯახთან ჯანმრთელობასთან ესენი გამოვტოვე. მაგრამ რაც მოვყევი და კიდევ მოვყევი ერთი შეხვედრის შესახებ, ჩვენ გქონდა რაღაც მიგრანტების შეხვედრა, სადაც ძალიან ბევრი გავიცანი და ძალიან ბევრი სასიამოვნო ადამიანი იყო და ჩვენ ახლა მაშინ რუსულად ვსაუბრობდით, ვისაც გერმანული არ ეხერხებოდა. და იყვნენ ისეთებიც, რომლებიც უკვე კარგახანია იქ იყვნენ და გერმანული კარგად იცოდნენ. და ყველა ეს ადამიანი წუწუნებდა, რომ აი ეს ჩემი ადგილი ჯერ ვერ ვნახე, რომ ეს არ ამიღიარეს, ან აღიარება ძალიან დიდხანს გრძელდება და ასე შემდეგ. და მე თვითონ გაუცდი, რომ ვიყავი ერთადერთი ადამიანი, რომელსაც პატარა სახლში ყავდა და ვაპირებდი თუ ახალი დაწყებული მქონდა უნივერსიტეტში სწავლა თან სხვა სპეციალობით, რომელიც ძალიან მაინტერესებდა, მაგრამ შორს იდგა ჩემს ნასწავლ პროფესიასთან. იცით, დამისვეს კითხვები, გაოცებული კითხვები, სულ მესმოდა, ნეუჟელი თუ აი მაგ მიმართულებით, რომ როგორ შეიძლება ეს არ დაიღალი ამდენი სწავლით კიდე ახლიდან იწყებ და იცით, მე ვთქვი, რომ აი მე მქონდა გაბედულება და ავიღე პასუხისმგებლობა ჩემს პროფესიულ მომავალზე. რადგანაც არ ამიღიარეს, დავინახე აქ პოზიტივი და დავიწყე იქ ჩემი პროფესიული განვითარება, სადაც ჩემი ძალიან დიდი ინტერესი იყო. და ეს ყველაფერი რომ მოვყევი, აღმოჩნდა, რომ აი ამ კითხვამ ძალიან დიდი პოზიტივი მომიტანა. რადგან იმ ჯგუფთან უნდა მემუშავა შემდგომი თვის განმავლობაში და ჩემს მიმართ განწყობა ძალიან ბევრად გაპოზიტივდა, უნდა ვთქვა. იმიტომ რომ იცით, ადამიანებს გონი ხართ, რომ იქ რო ხარ, იქ რაღაც იოლად მიიღე, რომ შენ ბედისაგან რჩეული ხარ. მე ასე ვფიქრობ და მადლობელი ვარ, მიუხედავად ბევრი სირთულეებისა, რომ ძალიან ბევრი პოზიტიური რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ის ადამიანები ვერ წარმოიდგენენ იმ შენს განვლილ ცხოვრებას და სირთულეებს, რომელიც შენ გაიარე და გონიათ, რომ ეს ყველაფერი ძალიან იოლად მოვიდა შენთან. და აი ამ საუბრის, აი ამ სემინარის შემდეგ მე ვფიქრობ, რომ ბევრი მათგანის მოტივაციაც გაიზარდა, რადგან იცით, აი ეს რთული, ამას როგორ გავაკეთებ, არა და ვთქვი, რომ ნაბიჯ, პატარა მიზნების დასახვით ყოველთვის მიდიხარ იმ შენს დიდ მიზნამდე და იმ მომენტში, როცა პატარა მიზანს ახორციელებ, შეიძლება ვერ აცნობიერებ რამხელა მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამ. და აი აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ეს კითხვა მე ძალიან დამეხმარა, მაგრამ არ იყო როგორც ჩემს დასახმარებლად განზრახული, რასაკვირველია იმ მომენტში. და სხვათა შორის ჩემს გვერდზე დევს ასევე ვიდეო, სადაც ახალგაზრდებსაც და ასევე ყველას ვურჩევ, რომ კიდევ კარგად დაფიქრდნენ თუ არიან იმ სფეროში, სადაც მათი უნარები არის. აი ჩვენი შესაფერისი პროფესია, მგონი ასე ქვია ამ ვიდეოს და არასდროს არ არის გვიანი აი ამ თემის კიდევ ახლიდან
გააზრება. ეხლა მე კი მინდა რომ აი ეს რაც თქვი კიდევ ისევ თემას პასუხისმგებლობის აღება საკუთარ პროფესიაზე, საკუთარ ცხოვრებაზე ნიშნავს რომ არ უნდა ვიწუწუნოთ, რაც მოხდა, იმას არ უშველით, რომ წუწუნობთ, ნიშნავს რომ პასუხისმგებლობა გადაგვაქვს ვინმეზე ან რაღაცაზე. აი იმან ხელი შემიშალა, ან მეუღლე არ მეხმარებოდა, საბჭოთა კავშირი ჩამოიშალა, აი ეს მოხდა, ის მოხდა, არ დაილევა. პასუხისმგებლობის აღება ასევე არის აუცილებელი, აი ეს რომ განვითარდეს და მე თვითონ უფრო ადრე დავიწყებდი ბავშვში, რომ პატარა მყავდეს ეხლა, აი ჩემი გადმოსახედიდან მე აქ გვიან დავიწყე და მე ვფიქრობ, რომ უკვე ბაღის ასაკიდან საჭირო არის, რომ ბავშვმა მეტი პასუხისმგებლობა აიღოს თავის საბავშვო სათამაშოების, მაგალითად დალაგებაზე და პატარ-პატარა რაღაცეებზე, რომლებიც მას გავარჯიშებენ და შეაძლებინებენ შემდგომ ეს პასუხისმგებლობა გაზარდოს. რადგან აი ეს არის აუცილებელი, იმიტომ ძალიან ბევრი წუწუნი მესმის. მე ვიცი, რომ სირთულეები არის, ყველგან არის სირთულეები, მაგრამ იცით, უმეტესად მესმის მე წუწუნი იმ ადამიანებისაგან, რომლებიცაც მე ვფიქრობ, რომ მეტი პასუხისმგებლობას აღება შეუძლიათ, რომ ვფიქრობ, რომ ეს თემა არის, ეს პრობლემა არის, ასევე გარკვეულწილად, ან უმეტესწილად ფსიქოლოგიური, რადგან ჩემი შინაგანი დამოკიდებულება სამყაროს მიმართ განსაზღვრავს თუ რა შანსებს მაძლევს სამყარო და აქედან გამომდინარე, როცა მე სხვაგან კი არ ვეძებ ამის პრობლემას, არამედ ვუკვირდები, აი რა უნდა გავაკეთო, რა უნდა შევცვალო ჩემში, ჩემს ქმედებებში, რომ მე უკეთესი შედეგი მქონდეს, რომ მე ამ შედეგით კმაყოფილი დავრჩე. მინდა რომ აი ეს თემა პასუხისმგებლობის აღება უფრო აი ბაზის, როგორ ვთქვათ, საფუძვლიანად განვიხილოთ, თუ მე პასუხს არ ვაგებ ჩემს წარმოთქმულ სიტყვაზე, ასევე ჩემს შეცდომებს, რომლებიც მიეკუთვნება ჩემს ცხოვრებას. მე პროფესიაზე და სხვა უფრო დიდ რაღაცებზე როგორ ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას. და ეს ნიშნავს, რომ ბავშვობაში უკვე უნდა გავარჯიშდეს ბავშვთან, რომ ის რასაც წარმოთქვამს, რასაც აკეთებს, იმას შედეგები აქვს და მან უნდა გააცნობიეროს, რომ მე ამ ეს მის მიერ შექმნილი შედეგებია. მე უკვე ვთქვი, რომ გერმანიაში არ ილანძღებიან, როგორც ჩვენთან სამწუხაროდ სოციალურ ქსელში, რაც მე ძალიან გულსატკენად მიმაჩნია, ძალიან ბევრ ადამიანს აქვს ენაზე ლაგამი წაგდებული. სხვანაირად, ეს კიდევ მსუბუქი ფორმულირება და ვფიქრობ, რომ უნდა შეიცვალოს აქ, რომ უნდა დაწესდეს, უნდა იყოს კანონი, წარმოთქმული სიტყვა, ლანძღვა, გინება, ბულინგი, ბრალდებების გავრცელება უნდა ისჯებოდეს მგრძნობიარე ჯარიმებით და მაგალითი მაქვს გერმანული რეალობა. აქ პოლიტიკოსზე რომ დავწეროთ და უბრალოდ მაგალითს მოვიყვან. ერთმა პენსიონერმა დაწერა აქაურ საგარეო საქმეთა მინისტრზე, რომლის უკმაყოფილო მთელი რესპუბლიკა არის მქონია 1-2-ის გარდა და დაწერა ყველაზე სულელი საგარეო საქმეთა მინისტრი. აი ამ ერთადერთი წინადადების გამო 9,600 € ჯარიმა და ეს ოფიციალური ინფორმაცია ინტერნეტში მოიწერება. ასევე ეკონომიკის მინისტრმა, ასევე ერთმა პოლიტიკოსმა, ცნობილმა პოლიტიკოსმა ქალბატონმა, რომელიც უკრაინის ომს ძალიან ეხმარება, აი ამ უნდა რომ რაც შეიძლება მეტი იარაღი მიაწოდონ და დიდი ნაწილი გერმანელების წინააღმდეგია ამ ომის უფრო სწორად, აი ამ იარაღის მიწოდების და აი ამდენი რესურსის იქით გადინების და აი ასეთ თქვენ ხომ არ გაგეშდით, თქვენ ნორმალური არ ხართ, ეს თქვენ სულელი ხართ, რომ თქვა რომ სისულელიო არ არის დასჭადი. ეს სისულელი, ესე იგი ნიშნავს რომ მე ვამბობ წინადადებას, მაგრამ როცა უკვე ჩვენ ვეუბნებით რომ თქვენ ხართ სულელი, ამით ვეხებით მის პიროვნებას.
აი ამ უზარმაზარი ჯარიმების მომხრე მაინც და მაინც არ ვარ, მაგრამ მე ვარ მომხრე იმის, რომ ჩვენ პასუხი ვაგოთ ჩვენს წარმოთქმულ სიტყვაზე. აი თქვენ ხართ სულელი, ნიშნავს ამას კითხულობენ მისი შვილები, ამას კითხულობს მისი მეუღლე. სხვათა შორის აი ამ პერიოდში გონი ერთი თვის წინ მათი ოჯახი დაინგრა. ეხლა მე არ ვიცი რის გამო დაინგრა, მაგრამ ვიცით რომ ყველაფერს კითხულობს და ეს ენერგია, ეს ინფორმაცია მიდის მასთანაც. ანუ მე თუ უკმაყოფილო ვარ, კანონი მეუბნება რომ შენ გამოთქვიეს ადეკვატურად დაასაბუთე და თუნდაც შექმენე ჯგუფი და განიხილე ეს პრობლემები, მაგრამ ნუ ეხები მას პიროვნულად, ნუ ეხები მის ოჯახს და აი აქ მე ვეთანხმები ამ კანონს და მის სიმკაცრეს, იმიტომ რომ გონია რომ კანონიერ საზოგადოებაში და უნდა იყოს დარეგულირებული ასევე ერთმანეთთან ურთიერთობა და ეს თვითონ საზოგადოება ამას ვერ დაარეგულირებს, ვხედავთ ჩვენს მაგალითზე და აი თქვენთან ახლა აქტიურად მიდის დისკუსია იმაზე, სილის გატყმა დასჯადი არ უნდა იყოსო, ამბობენ და იცით რომ პოლიციას რომ ხელით შევეხო, 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და საჯაროდ კიდე ესე მოულოდნელად ესე სილის გატყმა ეს არც გამიგია აქ ესეთი რამე თუ არსებობს. იცით მე რას ვამბობ, როცა დაკავება ხდება, ამ დროს ხო ეწინააღმდეგებიან ხოლმე და აქ რა შემთხვევებიც ვიცი, აი ამ დაკავების პროცესში, აი ამ ფიზიკურ წინააღმდეგობაში, თუ მას ჩვენი ხელი მოხვდა, უკვე ამაზე ვაგებთ პასუხს. და მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა იყოს დასჯადი რიგით ადამიანზეც და პოლიციელზეც ხელის ამართვა და პოლიციელზე აქ განსაკუთრებულად უფრო მაღალი ჯარიმა არის და ეს არის არა რაღაც პატარა დანაშაული, არამედ სერიოზული დანაშაული. იცით, რატომ არის ახლა პოლიციაზე და საჯარო მოხელეზე ხელის აღმართვა უფრო მაღალ ჯარიმებთან დაკავშირებული და უფრო თავისუფლების აღკვეთასთან მიმართებაში უფრო ბევრი წლებია. იმიტომ რომ გამოდის რომ შენ სახელმწიფოზე აღმართავ ხელს. და ამას აქვს განსხვავება. თუ მაგალითად სულელს დაუწერ და შეურაცხყოფას მიაყენებ რიგით მოქალაქეს, 1 წლამდე არის თავისუფლების აღკვეთა, პოლიტიკოსზე 3 წლამდე. აი ესეთი განსხვავებაა. ბევრი ამბობს, რომ ეს განსხვავება უნდა გათანაბრდეს, რომ ისინი არ უნდა იყვნენ როგორც განსაკუთრებული ადამიანები და სახელმწიფო კი ასაბუთებს, რომ პოლიტიკოს, რომელიც მუშაობს, აი ამ დამცირებებით და დაკნინებებით თავის სამუშაოში ხელი ეშლება და მე ასე ვფიქრობ, რომ სატირა არის თუ ჩვენი სოციალური ქსელი, აი ამას არ უნდა აკეთებდეს და ეს ამაში მე დარწმუნებული ვარ, რომ ხელი ეშლებათ და დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებაში იქმნება ის ფსიქოლოგიური სიტუაცია, რომ ფიქრობ, რომ შენ ყველაფრის თქმა შეგიძლია და მე როცა უკვე სიტყვიერად ყველაფერს იტყვი, მე შეიძლება ხელმა წაგისწროს. და ფიქრობ, რომ აუცილებელი არის კანონი, რომელიც ამას დაარეგულირებს, გამოცდილება აჩვენებს, რომ გრძნობიარე ჯარიმების დროს ჩვენ უკვე მეტად ვუფრთხილდებით ჩვენს მიერ წარმოთქმულ სიტყვას. უკეთესი კი იქნებოდა, რომ კანონი კი არ გვაიძულებდეს, არამედ ჩვენ თვითონ ვიცოდეთ, რომ ის, რასაც ვფიქრობ, რასაც განვეცდი სხვის მიმართ, არის ეს ღმერთმა დაიფაროს და ბოროტი განზრახვა თუ რა, ეს ყველაფერი ბუმერანგებით ბრუნდება ჩვენზე და უნდა რაღაც ეს დილობა, ეს ჩვენი ეს რაც მიგვაჩნდა და საქართველოში ყოველთვის ითვლებოდა ძალიან მნიშვნელოვნად, აი ეს ამ საზოგადოების ნაწილში აუცილებლად უნდა დაბრუნდეს და ეს დაბრუნდება მაშინ, როცა ჩვენ გავაცნობიერებთ, რომ ჩვენ თავს ვადანაშაულებთ, რომ ეს არ არის არც მოყვასის პატივისცემა, მაგრამ უპირველეს ყოვლისა
სხვისი ლანცვა და სხვის აი ეს სხვისი გამეტება, თუნდაც იმ პოლიტიკოსის, რომელიც შენ არ მოგწონს, ნიშნავს, რომ ჩვენ თავს ვიმეტებთ. სხვისი უპატივცემულება ნიშნავს, რომ ჩვენ თავს პატივს არ ვცემთ და იცით ახლა აი ამ მომენტში ერთი რაღაც გამახსენდა და მინდა რომ მოგიყვეთ. მე მაშინ ძალიან გაუცნობიერებული ვიყავი ქართულ პოლიტიკაში და ეხლაც არა ვარ დიდად გაცნობიერებული, მაგრამ ძალიან ბევრი დრო დაუთმე, რომ უკეთ სახელებიც ამეკრიფა და საერთოდ ბევრი რამე მცოდნოდა. და მაშინ მე უყურებდი ვანოს შოუს და მე ვფიქრობ, რომ თვითონ ის და მისი გუნდიც ძალიან ნიჭიერი მსახიობები არიან. და რადგანაც პოლიტიკურად გაცნობიერებული არ ვიყავი, მე ვერ ხვდებოდი, რომ ეს მათი მოსწრებული დადგმები თუ რა ტკივილს ქმნიდა შეიძლება რა გზე გავნასახდე და სხვა ადამიანებზე. სანამ არ მოვიდა ერთი მომენტი. და მახსოვს, რომ მე ამას რო ვაზიარებდი ხოლმე, ზოგი ბევრი მეწინააღმდეგებოდა, მეუბნებოდა, რომ აი ნუ მე ამას არ უყურებ და მე ვამბობდი, მე ძალიან მომწონს და მიმაჩნია ისინი არიან ძალიან ნიჭიერები. აი ნახეთ, ესეთი მომენტი იყო. მაშინ მგონი ფინანსების ministrად მუშაობდა ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ჭარბი წონა. და მათ დაიწყეს ამ ადამიანის შეიძლება პოლიტიკოსიც არ იყო, არ ვიცი, მე გაშარჟება. და იცით რა, ჩემში ისეთი დიდი პროტესტი გამოიწვია, იმიტომ შენ ვინ მოგცა უფლება ეხები მის ზედმეტ თუ ნაკლებ წონას. შენ გააშარჟე მისი, თქვათ, რაღაც მოქმედება ან სამინისტროს სტრატეგია თუ რაც არის და ესეც უკვე საკმარისი ტკივილია, მაგრამ შენ როგორ ბედავ რომ გადავდიხარ იმ ზღვარზე, რომელიც ფიქრობ ძალიან ინტიმური არის და თვითონ შეიძლება ვისაც ჭარბი წონა აქვს, იმას თვითონ აწუხებს ეს და ამას ასასაცილოები ისეთი ფორმით, რომ თან სიამოვნებას ნახულობ, იცით, აი ძალიან მომინდა აი ამ მაგალითის ნახვა, მე იმის შემდეგ აღარ მიყურებია და ვთვლი, რომ ადამიანმა საკუთარი ნიჭი არ უნდა გამოიყენოს სხვა ადამიანის შეურაცხყოფისათვის. გაკრიტიკება და შეურაცხყოფა არის აბსოლუტურად განსხვავებული ერთმანეთისაგან და აი ეს ზღვარი, მის წარმოდგენა, რომ იმას თვითონ კითხულობს, მისი შვილები კითხულობენ, მისი ოჯახი კითხულობს, რამხელა ტკივილს აყენებ ადამიანს, რადგან ის არის შენთვის არასასრულ პარტიაში თუ პოზიციაში სულ ერთი არის. და აი ამას ვისურვებდი, მაგრამ სანამ ეს მოვა, ალბათ ცოტა გრძელი გზა არის, რადგან გაცნობიერებას დრო ჭირდება და მანამდე კი აუცილებელი არის, რომ სახელმწიფომ იზრუნოს იმაზე, რომ მოქალაქეები და ასევე პოლიტიკოსები იყვნენ დაცული. და საერთოდ დაცულობის შეგრძნება არის ძალიან კარგი გრძნობა და გისურვებთ აი ამ გრძნობას, აი იმის გაცნობიერებას, რომ თქვენ ხართ დაცულები. თუ არ არის ესე, მაშინ ვისურვოთ ყველამ, რომ ეს ასე იყოს. კარგად ბრძანდებოდეთ. უღრმესი მადლობა. ნახვამდის.